ჩავიცვი, ესე გამოვიყურები და ახლა მოდი გავიკეთოთ მინიმალური მეიქაპი, რომ უბრალოდ ცოტა ადამიანს ვყავთ. ბიოდერმას ეს კრემი ვიპოვე სახლში და წამოვიღე და მგონი არ არის შეგნით. დღეს ჩვენ მივიდივართ აკროპოლისზე, ბილეთები უკვე შევიძინეთ და გირჩევთ რომ ონლაინ იყიდოთ თქვენს როგორც ჩვენ, იმიტომ რომ მე მოგვიწევს ადგილზე ლოდინი წინააღმდეგ შემთხვევაში. უნდა ვნახოთ რამოდენიმე ადგილი დღეს და უნდა მოვასწროთ ეს ყველაფერი. აკროპოლისის მერე გავისეირნებთ პლაკაზე და მონასტერზე, ანუ ცენტრალური უბნები რაც არის და ცოტა ტურისტული, აი მსგავს ადგილებს ვნახავთ დღეს. გუშინ ცოტა ცუდი შთაბეჭდილებით იყვნენ ბიჭები, იმიტომ რომ დიდად კარგ ქუჩებში და ლამაზ ადგილებში არ გვუღია და ამის გამო არ მოგატყუოთ მეც კი მქონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მაგრამ დღეს იმდენად ლამაზ და კარგ ადგილებს ვნახავთ, რომ არ ვიცი, მგონია რომ აი საქართველოდან რო ჩამოდიან და რაღაცა არ აქვთ ნანახი ეს კულტურა, მათთვის უფრო საინტერესოა და ჩვენ რადგანაც კულტურაში ვცხოვრობთ და თითქმის იგივე სიტუაცია არის, აი კერძები იგივე არის, ენა იგივე გვესმის. ანუ ამ ყველაფრის გამო მგონია რომ უფრო სხვანაირი კრიტერიუმები გვაქვს შეფასების და სწორედ ეს არის ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი. იმიტომ რომ სხვა ხსნას ვერ პოვობ. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მოსწონს ეს ქალაქი. მაგრამ სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში მესმის კიდეც რომ ჩამოდიან ცოტა უკმაყოფილებიანი, იმიტომ რომ ძალიან ბინძური ქალაქი არისო. აბსოლუტურად ვიზიარებ მაგაზრს. მართლა ძალიან ბინძური ქალაქი არის. რამოდენიმე ძალიან საყვარელი კაფე მაქვს. მონიშნული მაქვს, აუცილებლად უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ჩემო მეგობარმა მირჩია, ვინც ბერძენი არის. კვიპროსში გავიცანით, ძალიან კარგი გოგო არის და რაღაც რეკომენდაციები გამიზიარა და მინდა რომ მივიდეთ იქაც. ეს უკვე სადმე სხვაგან უნდა წავისვა, აბაზანაში გვაქვს. და ამ ტუჩის რაღაცებს იქ გადავისმევ. სულ ეს არის ჩემი no makeup make-up-ი, ანუ მართლა არაფერი არ წამისვავს. ერთ-ერთი შეიძლება ტუში დავამატო ერთი წამით. გიჟდები რომ უსერკოდ გავაკეთე მაკიაჟი. ეს ნიჭია მეგობრებო. და უსურო არაფერი გავსაკუთრებული. ექშუბანია რა. აი ეს არის ათენი, მეგობრებო. ათინამუ. ვიღაც სახში ვარჯიშობს და დრამებზე უკრავს. 80%-ში ესეთი სახლებია. ეს რა ბოსტნეულია ხო არ იცით? ათენის ვაგზალი. რა ძალიან საინტერესო უბანში ვართ, აქ გუშინ არ ყოფილვართ. მე საყვარელი მაღაზია იყო. Vlog. ახლა ვიმყოფები ჩვენ სავლობეთში. ვიცი და ფოტოს წვედავე. ხიდზე გამოვედით.
ვართ ახლა აკროპოლისის გზაზე. და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანია. დაიჭირე просто აღარ არის. გაიგე რა. просто დაიჭირე მეულიო და გამსადვარო წამოდიო. ძალიან მომეწონა აკროპოლისი. უბრალოდ ცოტა მეც ველოდებოდი იმ მხრივ, რომ დაახლოებით 2 საათი სჭირდება ვაქაურობის მოვლასა და მეგონა რომ ძალიან ბევრი რაღაც იქნებოდა სანახავი, მაგრამ სულ რამოდენიმე კუთხესთან მივედით. დიონისის თეატრი და მოკლედ ბევრი რამ არის, ახლა რო არ გამომჩეს, მაგრამ კიდევ უფრო მეც ველოდებოდი მაგის თქმა მინდა. ძალიან ბევრი ხალხი არის, ჩვენ ცოტა ცუდ დროს მოვედით 12 საათზე. 8 საათზე ვინც მოდის ამბობს, რომ ბევრად ნაკლები ხალხიაო და არ ვიცი. ბევრი ვიარეთ ფეხით და მართლა გავწყდით, მაგრამ ღირდა ამ ყოველფრის ნახვაც. ძალიან ლამაზია. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ვუძლებთ. ფოტოს აქაც გადავიღებ. Ligo. So, for now we have 2 Madre, 1 Coca-Cola. ეს არ შეგვიცვალა ადგილი, ხავეთი გადავამხო და არა. აბა. შიგეთ გადავჟებთ და ექსენს დოდაი. ცალკე მოგიტანა crispy onion-ია. არ მინდა ვაფშე. ცხი და соуსი და melted cheddar-ია და ეს pickled onion არის. რა მაგარია, ვაფლი და ქათამი ძალიან უცხო ის არის კომბინაცია. ძალიან კარგი ადგილია, მაგრამ მანქანა მარტყავს. კაცი რა როგორ ჩასგონია მართლა მარტყავს. მართლა გარტყავს. მართლა. კვერცხი ხوار გინას. ხო, ეგ ცუდი არის, რომ ძალიან ქუჩაში ვსხედავთ, მაგრამ ისე კარგი ადგილია, ძალიან მოგვეწონა. შიდა სივრცე კიდევ უფრო კარგი არის. კერძები იყო არაჩვეულებრივი და მოდი ვკითხოთ ახლა ჩვენ მეგობრებს, როგორ მოეწონათ. აბა. ხო, საჭმელები მოარესი კი, მაგრამ ანუ ძალიან მოგვეწონა. ფასები დენ მოარესი. იატი. ხო, იატი, ხო, ეხა 16-17 ევრო რაღაც მწვადისაა ამ ხელა ნაჭოში ძვირი არის რა. როგორ არის ბერძნული? აკრივოს, ინე აკრივოს. და ფაღიტო იყო სტო ლარნაკა ინეფტინოს. ანუ ლარნაკაში შედარებით იაფია ყველაფერი. ხო, შედარებითოს. ფაღიტო ანუ საჭმელი იყო ძალიან გემრიელი. ტო ფაღიტო ინე ძალიან გემრიელოს. ნე. ნე. მაგრამ ხო, ნუ ქალაქი
არაფერი განსაკუთრებული. ხო, აკროპოლისი კი. ხორცი ხო კაი იყოს სტეიკი. ხორცი კარგი იყო სტეიკის, აუცილებლად კი. კიდე სულაკი იყო გუშინდელი ძალიან კარგი. კიდე რა ხორცი იყო ძალიან გემრიელი და соуსები ქონდა კიდე ძალიან კაი. соуსები. აი მაგალითად ტკბილი ვაფლი იყო და ჩემი იყო ბელგიური ვაფლი, კრისპი ქათამი ქონდა, კვერცხი და პიკლდ, ხო, რაღაცები იყო უბრალოდ соуსები და გემრიელი იყო კი. ასე ძალიან მსუკე იყო რა. ხო. მსუკე იყო ძალიან. კი, პორციები სხვათა შორის აი აქ დიდი. რას ფიქრობთ ზოგადად აი ბერძნებზე რა რო ბერძნებზე პოლიორეა. იმიტომ რომ პოლიორეა კი. ბერძნები კი არ მიყურებენ. არა. რაღაცნაირი ხალხია რა. ეს კომუნიკაცია არ მქონია ხა არავისთან და აქ ხო, ვინც იყო ეხა უბრალოდ ვინც იყო ნორმალური ხალხი არის რა. უბრალოდ რას იტყვით მაშინ ეგეც მაინც. ნორმალური ხალხია ხო რა. არ არის. ხო. აუ ისეთი კაი ხალხი არის. ნორმალური. ესე იგი ამ ადგილს კიდე მოხვიდოდით, ხო? ხვალოსებად მოვიდივარ და შიგნით მოვიდივარ და შიგნით უნდა დავშვა. და სახელი არის ფიქი ესე. ფიქი, კი ბატონო, ეს აი თორსი. ხო. და კოაკოლაც აქვს. და ჩემი ფრედო ესპრესო სკეტო ეს არის. აქ ხო, ეს არის ბერძნული. სკეტო რას ნიშნავს რო გითხრა? სკეტო არის უშაქრო. უშაქრო და ეს ფრედო ესპრესო არის აქაური ყავა ბერძნების და კვიპროსელების, ანუ სხვა ქვეყნებში მგონი არსად არის. ხალხს ძალიან ტურისტები ძალიან ინტერესდებიან მაგას. ფრედო ესპრესო. არა და უბრალოდ არის ესე იგი ესპრესო. როგორ არის ხო? ანუ აქ ყველაზე გმირია მინიმუმ ბერძნული ის არის რა, ამაცია. არა, ყველგან ბევრგან იყიდა. ფრედო ესპრესო არის და ფრედო კაპუჩინო და ეხლა რა სხვაობა არის? ფრედო ესპრესო არის ესე იგი ესპრესოს შოთი, დაბლენდერებული ყინულთან ერთად და და შეიკის აპარატი რაც არის მაგითი ათქვეფილი და მე ყინულის ავზე ჭიქას უბრალოდ ასხამენ, ანუ ესპრესო და ყინულია, მეტი არაფერი, წყალსაც კი არ ამატებენ და ფრედო კაპუჩინო ამათ აქვთ ისა რძის კაფი რა, ლატესაც მაგას უშვებიან. ეგ კაფი ჩვენთან არ არის მგონი საქართველოში არსად. და კაპუჩინოში ერთი განსხვავება რომ ზევიდან კაფს ასხამენ და всё რა. ზა მარტივი ძე ხო ცოტა დაინტერესებს ხალხს. ფრედო ესპრესო როგორ ეთება დამიგულავი. შემდეგ ვიდეოში თუ სურვილი გექნებათ, ავხსნი როგორ მზადება ფრედო ესპრესო და ფრედო კაპუჩინო და რა განსხვავება არის. შემდეგ ვიდეოში ჩავს. ხო, თუ სურვილი არა, სურვილი პირდაპირ შეიძლება დაინახო ეგრო სურვილი. იქნება ინტერესებს ხალხს, რა ვიცი. მეგობრებო, ჩვენ აქ ბერძნებზე არა, ჩვენ ვიღებთ ოჯახურ კომპლექტებს. როგორ მოგეწონა ეს ადგილი, კერძებს რას გვეტყვი და ზოგადად ათენი როგორ მოგეწონა, ეგეც აუცილებლად გითხარი. კერძები ძალიან კაი იყო, ძალიან გემრიელი ყველაფერი და მომწონს ძალიან, მაგრამ ათენს რაც შეეხება ძალიან უკმაყოფილო ვარ პირადად მე. პირველ რიგში ის ძალიან მოუწესრიგებელი არის ყველაფერი და ტურისტულ იმებს ადგილებს რო გაცდები, ძალიან ბინძური არის ყველაფერი. რა ვიცი, ძალიან ბევრი ნარკომანები, ჯანკები არიან. და არ ვიცი, მოკლედ ძალიან ცუდი ამასწორება იყო გაქრები. და კრიმინალური ამბავით ცოტა ისე არის. ფრთხილად უნდა ვიყოთ. შოკოლადი? შოკოლადიც? ყველაფერი ძალიან კაია. ძალიან გემრიელი ნაყინები რა. ჩემი არის კარამელით. სოლტით კარამელით. დოდასი არის? ჩემი არის ნუში და კარამელი. Cheers. ვანილი და შოკოლადი. ამან
ყვავით წამოიღო ნაყიდი. აუ შენი გამოაჩინე. ვიდრო ვარ. თორა. ვიდეოს შიო და არ ეყო იქ საჭმელი და ეს მომეწონა. კიდე ეს მარა უკვე თან დაძოლდა ეს მოდელი, ესეც ძალამაზია და ეს ტოკიოს მოდელებია ახალი. ძალიან დიდი ჩენდამი არის. ბევრი რაღაც ნახე ფასტებლებაში, აი 5 ევროებად არის რაღაცეები და უმეტესობა პირველ სართულზე, მაგრამ იმდენად ბევრი ადამიანი არის გასახდელთან და ცალკე სალაროსთან, რომ მგონია რომ აზრი არ აქვს აი 5 ევროების გამო, ახლა ჭინჭებს ეჭიდაო, და არ ვიცი. გავართ უშველებელ რიგში. დავისვენე ცოტა. ეხლა ვაპირებ რომ შევჭამო ბერძნული საალთა ვიყიდე რაღაც კარგად გამოიყურებოდა, საცხობი არის ჩვენ სახლთან ახლოს და მაგას შევჭამ. სხვათა შორის არ ვიცი შეიძლება მეჩვენება, მაგრამ კვიპროსში ბევრად კარგი გოყოლა. ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ თამბსვად რა ვიყიდე. აქთან სერიალი მაქვს გამზადებული, მაგრამ სანამ ყოველთვის დავიწყებ უცბად გაჩვენებთ რა ვიყიდე Sephora-ში. ძალიან საინტერესო რაღაცები ვიყიდე. ბევრი არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია მინდა და ეს შამპუნი არის დეტოქს შამპუნი. სასურველი რო არ გამოვიყენოთ ყოველ დაბანაზე, მაგრამ კვირაში ერთხელ მაგალითად ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიტყვაც გვეუბნება დეტოქს. აი თითქოს იმას, რასაც ჩვეულებრივი შამპუნები არ გვეკეთებს, მაგას გვეკეთებს. ჩამოწმინდავს და ჩამორეცხავს იმ დაგროვილ ცხიმს და ჭურჭელს, რაც ესე ჩვეულებრივი შამპუნით არ ჩამოდის ხოლმე. ამას გვეუბნება ბრენდი და არ ვიცი რაღაცა კარგი უნდა იყოს და დიდი ხანია თვალი მაქვს დადგმული. ვიყიდე პატარა შაფუთვით და თუ მომეწონება მე ვიყიდე უკვე დიდსაც. ასევე ვიყიდე ჰიალურონის მჟავა ორდინარის, ეს უკვე არ ვიცი ტრადიცია არის, სადაც Sephora ხდება აუცილებლად წამოვაყოლებ ხოლმე. და ვიყიდე ღამის ტუჩის მასკა იყო ძალიან პოპულარული პროდუქტი ამ ბრენდის. გეცოდინებათ გოგოებს თვალი მაინც გექნებათ მოკრული, ვარდისფერი რო არის და სხვადასხვა შეფუთვაშია. ხო და მაგის ყიდვას ფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ მე რაღაც ისეთი ისე ვთქვათ წიგები მაქვს, რომ რო გავხსნიდი და წავის მომენტი ძალიან მარტივად ვინძურდება და იმტვერება მსგავსი შეფუთვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სტანდარტული, როგორც lip balm-ს აქვს, ეგეთი მეყიდა, უფრო მშვიდად ვიქნები და პროდუქტი ასე თუ ისე მსგავსი იქნება ხარისხი ყოველ შემთხვევაში. ძალიან ბევრნაირი ტუჩის ბალმები და რაღაცეები ქონდათ, ანუ ტუჩის მოვლის საშუალებები, ამიტომ რაღაც ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება. მოდი ახლა გავხსნი ამას თქვენთან ერთად და ვნახოთ. ახლა რა მოყვა? ტესტერები მოყვა, სხვათა შორის ამაც კრასახის კრემები აქვს დამატენიანებელი და ძალიან მაინტერესებდა. Sydney Sweeney არის მათი სახე. და გეომეუბნება და იყიდე, ამიტომ Sydney Sweeney ძალიან მოწონს. მაგრამ მე არ ვიყიდე.
დამატირება უკრემზე მეტად გამიხარდებოდა უფრო დასაკვანი საშუალების ტესტერი რო იყოს, იმიტომ რომ არ მაქვს აქ წამოღებული. მაგრამ არა უშავს, ეს არის მოკლედ ტონერი და დამატენიანებელი, ეს ხოლმე დამატენიანებელი. ძალიან კარგი მხარეა. ესე გამოიყურებიან. დასაყრებია. მე პირადად აი გულწრფელად გეუბნებით, მეტი მაინც არ მჭირდება. აი ამაზე მეც ვერ გამოვიყენ. ეს არის თუ არ ვწდები მარწყვის. მე შეიძლება შევჭამო ესეთი კაი სუნი აქვს. აღონთ მართლა. ეს არის არ ვიცი რისი. ახლა. აი მე რა მოსნერი სუნია. ვაუ. ეს არის რაღაც კენდის ტკბილი, ყველა ტკბილი არის აბსოლუტურად, მაგრამ აქ სურათზეც არის დახატული და ყვითელი არის წესით ვანილის. ხო, ეს მართლა კენდი ყოფილა, ახლა წავიდე sweet candy. ეს იესამისმერი კიდე რაღაც საგაჭირე ზიმის ჟელი ბონის ვარიანტი. ვანილის მომწონს ყველაზე მეტად, ძალიან მომწონს. მაგრამ სულ ეს არის ჩემი შენაძენები. საერთოდ კაცმალი ვერ ვიყიდე. კიდე ჩანთამები და ვერც ჩანთამები ვიყიდე. მაგრამ არა უშავს. აი არაფერი არ მომეწონა საერთოდ. და ვინც ამბობს რომ საბერძნეთში და ათენში შოპინგი ძალიან კარგია, აი ზარა და მასიმო იაფია, საერთოდ არ არის ეგეთი სიტუაცია და არ მოგხვდეთ. ყველა ზარაში შევედი სათითაოდ და არსად არ იყო იაფი, კუპროსისნაირი ფასები იყო და კუპროსი კიდე საქართველოზე ბევრად იაფი არ არის, უდრავი იაფი არის. ამიტომ ხო, ესაა და ეს წავიდე ახლა შევჭამ. სხვათა შორის დავიწყე აი ამ სერიალის ყურება Thank you next. დროებით.